მოგესალმებით ჩემს გამომწერებს. მინდა რომ დავიწყოთ დღევანდელი ეთერი, აი ესეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა, როგორც იქნა ამოარწყია თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, ამოარწყია რა დიდი ხანი დაასახელეს, ეს იცოდნენ იქ ვიჭერდებოდათ და ამას რა კომენტარი უნდა მე არ ვიცი, ეთყობა თითოეული თქვენგანი უკვე კარგად გრძნობს ჩვენ დამყაყებული პოლიტიკური წყობის მარწუხებს კისერზე და შეირჩა კაცი სანდო თავარია პირველი ნიშანწყარო ამისი ზოგადად საპრეზიდენტო პროცესს მინდა შევეხმიანო უბედურება რა არის ცით არა ის არის უბედურება რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა კიდე დამატებით ერთი მონა აირჩია პრეზიდენტად და მოგეხსენებათ თქვენ რა ბიძინა ივანიშვილი არის გაღმერთებული კაცი რომელმაც თავის საკუთარი თავი შეადარა წმინდა ექვთიმეს ხო და ნუ აკეთებს დარგის აკეთიკეთ რაც უნდა გადააქცია საქართველოს მის ფაბრიკად და ამ ფაბრიკის დირექტორია და რასაც უნდა იმას აკეთებს მე ვხვდით ამას დიდი ხანი ჯერ იყო და იდიოტი მარგველაშვილი მოგვაყვანია ძახარო ახლა ეს თუ არ იქნება პრეზიდენტად რა გვეშველება ჩვენ დავიღუპებით და ასე შემდეგ აბა ეხლა ერთხელ დამიდექით გვერდში და რა ვქნა მიღალა და ყველამ და რაღაცა და მოიყვანა აი ეს იდიოტი მარგველაშვილი მე ამას ეჩხუბა გააგდო მე მოიყვანა იდიოტი სალომე ზურაბიშვილი რომელმაც მშობლიური ენა ქართული არ იცის და მე ასეთი კომიკი არ ვიცი რა ესეთი სასაცილო პერსონა თუ შეიძლება ვინმე მონახოს სადმე პრეზიდენტად კი არა ну რა ვიცი ახლა ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით არ ვიცი რა კრიტერიუმებით იმსჯელა მე ამ კაცმა მაგრამ პრეზიდენტად დანიშნა ადამიანი ნებისმიერ წარმატებულ ქვეყანაში აი იმ დონეზე რო იცოდე იმ წარმატებული ქვეყნის ენა სალომე ზურაბიშვილი ქართული ენა კარისკაცად ან ტუალეტის მოეცხავა არ მიგიყვანენ ეს არის რეალობა და ახლა გვეუბნება რომ მესამეთაც უნდა შევაგდოთ ამის ну კი აღარ გვეუბნება უკვე ქართულის არჩევნის უფლება წაართვეს ქართული ერი გახდა პოლიტიკური იმპოტენტი მოგწონთ არ მოგწონთ ეს რეალობა ამ ყველაფრის დანახვას უკვე ცალკე საკითხია მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება და აგერ ყაველაშვილი ამოძებნა ამოთხარა ამოჭრა კითხავს არ გასვამს სამაგეროდ მარგველაშვილის დანიშნა პრეზიდენტად თუ შეათანხმა ამერიკაში და ენჯეოშნიკი იყო და კიდე დავერბოკებული იყავდა ვიღაცას მარგველაშვილი და მართავდა ზურაბიშვილი თუ დავერბოკებული იყო ვიღაცის მსახური იყო და მართავდა აი ყაველაშვილი უკვე აღარავის მსახური არ არის და ყაველაშვილი თურმე განათლება აქ არ ყოფილა მთავარი განათლება ცალკე საკითხი არის რას უძახიან ესენი განათლება ჰაბიტუსი ყოფილა მთავარი ჰაბიტუსი ყოფილა მაგარი და ფაქტიურად შეკრა ეს სპორტსმენების კომანდა რომ ვიღაცა ახლოს არ ისე ფიზიკური განადგურებაში შეცვალა და პარლამენტის და პრეზიდენტის მისია თუ ვინმე ფიქრობთ აქამდე რომ აგაკლდათ რაღაცა ხმებია ქართული ოცნების რაღაცა აი ამდენი შეიცო ის საკონსტიტუციო უფლება და ეს იდიოტი ეს ჩამოყალიბებული რეგვენი განათლება ახლა მე არ ვიცი რა გაუნათლებლობას რას უძახით და განათლებას კიდე რას უძახით სოფელში გლეხი მოიპოვება რომელმაც ყაველაშვილზე უკეთ იცის ამ ცხოვრების ავიდა კარგი და საჭირბოლოტო საკითხები შეიძლება ასე მივუდგე ამ ყველაფერს და ასე განსაჯო ყველაფერი ასეთი გაგებით ქვეყანაში პარლამენტარები რო არ ხდებიან კლასიკური გაგებით და სახელმწიფო ინტერესით და ერის ინტერესით მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე სადაც ავართორე ხოსე მუხიკა აგერ იყო პრეზიდენტი რომელიც თავისი სიმაღლეებიდან გლეხის დონეზე დაეშვა და არანაირი პრივილეგიით არ უსარგებლია იმიტომ რომ მიაჩნდა რომ რაც შემოსავალი უნდა ქონოდა ამითი ბავშვთა სახლებს უნდა დახმარებოდა და ღარიბი უნდა დარჩენილიყო მატერიალური მოცემულობებით მაგრამ სულ დიდარი კაცი იყო ხარ შეიძლება ესე ვინმე შევადარო ჩვენ ივანიშვილის თოჯინა ეს ამწარე რეალობა შემოკარგებო და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ თქვენ მოგწონთ ეს არ მოგწონთ ასია მოვა ახლა დაჯდება ეს განცხადება გაკეთებულია და დაიწყება იქიდან სისაზიზღრის წარმოფთხოვება აი მე რო ვიგინები ეთერში თქვენ მე მლანძღავთ ზოგიერთი და კაცი ვარ და რა თქმა უნდა წარმომწდება სიტყვა არ უარყოფ მაგას მაგრამ მე არანაირი ვალდებულებები არ მაქვს
სახელმწიფოებრივი ნერანაირ ჩარჩოში არ უზივარ ჩემ ტყავზე გავიარე ამ რეპრესიული მანქანების ყველა სიმკაცრე და ხო შეიძლება მე ეს ყველაფერიც რატომაც არა ხო რატო არ შევაგინო მაგის სული და ვაგინებმა ყაველაშვილს იქ პარლამენტში რო ზიხარ რაღაცა ჩარჩოში რო უნდა ჩაჯდე რაღაცა ღირსება რო უნდა გაგაჩნდეს უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანი შეიძლება და მოთმინების ვალდებულებაც უფრო მეტი რო გაქვს შენ როგორ გამოდიხარ და ქუჩის ბიჭივით ის ხელზე ვურტყარ და მოდი მაშინ დავაგინოთ ამის დედას შენს ასეთი კაცი მოდის პრეზიდენტად დაგეკით ახლა მე თქვენ მოუწოდეთ მაგას გადაწყვეტილებები და რიტორიკა რაღაცას ჩემი სიმართლე არ მოწონს და ყაველაშვილის დედის პროჭის გინება ხო ჩაგესმოდათ ხურში ანგელოზი და ღმერთმა შეგარგოთ კაცო ეგ არ არის ყაველაშვილის ბრალი ეს არც ივანიშვილის ბრალი ეს არის თქვენი ბრალი თქვენ დაუშვით ამ ქვეყანაში მარგულაშვილები სააკაშვილები ივანიშვილები ყაველაშვილების და ღმერთმა გაცხოვროთ იმ რეალობაში და იმ ჭეშმარიტებაში რასაც უშვებთ თქვენი სიჩუმით თქვენი სიჩლუნგით და რო გეტყვიან პატარა ხანში ეს მიწა შენი არ არის და გააჯვია აქ ადგები და გააჯვა ვარ გააჯვამდა მაშინ მოგინახავენ შესაბამის ადგილზე დაგარჭობენ გამოგთხრიან და დაგარჭობენ იქედაც პირობები ყველაზე გარიგდებიან ჩინეთთან ერთ სოფელს ჩამოასახლებენ და აგახვევიებენ მაქედან სადაც ახლა აი ეს არის რეალობა ეს საქართველოს კაცის დღევანდელი რეალობა წარე რეალობა მაგრამ სწორი მდგომარეობა რომლის დანახვა ბევრს არ უნდა ბევრი ამას კომიკურად უყურებს ამას კომიკურად და ფიქრობს ამას რა ყაველაშვილი რატო კაცო იქეთ ანადოლიძე პარლამენტარი იქეთ ყაველაშვილი პრეზიდენტი იქეთ იდიოტი იაგო ხვიჩია რაღაცა ოპოზიცია რო ქვია შეხოთაშორის ამას წინათ უყურებდი არავერავინ ხო ვიგაბედავე ახლა შესვლას დიდი ბატალიონების რა ყველა სკაიბიჩის როლის თამაშობდა ვინ შევა ხო და იაგო ხვიჩია შესკუბდა პარლამენტში და სახელმწიფოებრიობანას თამაშობდა ნეო აქო რამესმის კიდე თქვენ ნაცებს ახსენებთ კაცებს ეუბნება ნაცებზე კი არ უნდა ილაპარაკოთ ბიჭო ხალხმა რა დაგიკვეთათო თქვენ დაგავალათ თქვენ ხალხო იმაზე უნდა ილაპარაკოთ იმაზე უნდა იყოს მსჯელობა თუ არა ნაცმოძრაობაზე კი არ უნდა იყოს მსჯელობა და ეს მართლა ნაცების გაკეთებული ნაბიჯო არის დავიწყდა ვინ არის ეს იუდა სახელი კი არ შეცვლილა ჩემო იაგო ამდენი წელი გავიდა 2000-ზე მეტი და იუდა დარჩა იუდა შენ ნაცი გაგიყიდია კაცი გაგიყიდია ხოცი გაგიყიდია გამყიდველი კაცისას თუ გინდა რა კაცისას ქვია იუდა ხარ შენ იუდა შენი სახელი ზედაც გინდა გიდაჯექი შენ დედაშევიც შენ თუ გონია შენ უკეთესი ხარ რამით ყაველაშვილს შენ შეიძლება გქონდეს ამბიციები რომ უკეთესი მაგრამ დაგაკლდა ის რაღაც ჰაბიტუსი იმიტომ რომ შენ ჰაბიტუსით უფრო პატარა ფალოსი ხარ და ის უფრო დიდი ფალოსი და კოლექცია შეკრას საქართველოში მანდამაინც რატო ამ საპარლამენტო ცხოვრებაში რა ამ მართლა ამ ჯუჯაკაცმა ამის ფალოსი დედაც რომ იქ სადაც საჭიროა და შექმნა აგერ სპორტსმენი ფალოსი აგერ პრეზიდენტი და სპორტსმენალი ფალოსი აგერ იაგო ნაიურისტალინანაც არის ფალოსი და ასეთი ფალოსების კოლექცია თვითონ რო გადახედო ამ ყველაფერს ერთი სიტყვით დავახასიათებდი მარტო ამ ნაძირალას ივანიშვილზე ლაპარაკი რა აი ეს შიშაშინებული თვალებით რომ იმზერდა ზევით ასე რო უყურებდა იარუსებს მარჯვნივ მე მარცხნივ რამდენიჯდნენ ეყოფოდა თუ არა ეს მის თოჯინების თეატრის წარმოდგენის დასადგენად აი ეს არის თელევიზია აპუაშვილი ნაძირალა ყოფილი ნაცი ასეა ახლა იცით რა არის მართლა ხო გაიცინებდა კაცი საპირალი რო არის ოღონ მართლა გაიცინებდა ხილახილად სასაცილო არის მაგრამ სატირალის რო არის იმიტომ რომ შენი ქვეყანა რო არის და გულზე რო გხვდება ესა მთელი უბედურება თუ არა ამას კაცი სერიოზული თვალით თუ შეხედავს
და ამას დაარქმევს პარლამენტს, სახელმწიფოს, იმას პარლამენტარებს, ამას პრეზიდენტს, ხო? ის კაცი აცდება რეალურ მსჯელობას, თავს მოიტყუებს, ყალბი იქნება. ეს იქნება უბედურება. რა არის იცით, აი ეს სიყალბე ყაველაშვილი რო ქვია დღეს იდიოტი, ფალოსი. უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. სპორტსმენი, კარგად დარბის, ლიდერია, მაგრამ მაგალითის მიღწემი არ არის. მაგალითს ვერ მისცემს. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყოს კაცი, რომელსაც ჯარში არ უმსახურება. არ ეცალა, მაშინ სპორტს თამაშობდა. უცხოეთში საკუთარ თავს ყიდდა, იმ 90-იანებში ქვეყანას რო უჭირდა, რომ ფული დაეგროვებინა. იმ დროს, როცა მაგასაკის ახალგაზრდები საქართველოსთვის აფხაზეთში სამაჩაბლოში ომობდნენ, ეს ფეხბურთს თამაშობდა, ფულს აგროვებდა, კაპიტალს ზრდიდა წარმატებული კაცია. და მისმა თაობამ ყველა დროის ასპარეზობაში ჩააჯვა სიმართლე ეს არ ამას მაინც მიეღწია. დაქცეული იყო კი ლათინო ამერიკული ქვეყნები, გეთანხმებით რა, მაგრამ მარადონა შობეს იქ რა, იქ სოკრატესი შობეს. იქ ისეთი ადამიანები მოევლინენ კაცობრიობას, რომელმაც სოფლიო ვარსკვლავები წარმოაჩინა და მოხსნეს საოცრებები. მარადონას რა უთხრეს პოლიტიკაში წასვლა, იცით რა პასუხი გაცა, როგორ კაცო? ამას როგორ ვიკადრებო? მე ხო იმ საზოგადოებიდან ვარ წამოსული, რომელსაც ეს პოლიტიკოსები 24 საათის განმავლობაში ძარცვავდნენ. და მე იქ როგორ ვივარგებო ამის ჩამდენად. აი რას ნიშნავს სიმაღლე, გლეხური სიმაღლე. სადაც ჭამი ქრომ არ მოჯვა. ესეთი ყაველაშვილი გაუნათლებელი კი არ არის, ყაველაშვილი უციგნური. მე არ ვიცი. საქართველოში განათლება იმას ქვია, რამოდენიმე დიპლომი როდის ნაკეთდება. განათლებული შეიძლება არ იყო მარადონა. მაგრამ პატრიოტი იყო. ბუნებით იყო სოციალისტი. აი ამაში იყო სხვაობა. კაი დავანებოთ მაგას თავი. რადგან სპორტსმენებზე აკეთებთ ეგრეთ აქცენტს. სოკრატესი აიღეთ. რა გააკეთა სოკრატესმა? დღეს რაღაცა ბურთი გააგორა მედალს. ყველა ქართული ოცნების კანდარაზე ჭდება, ტრაკს აძლევს. ბიძინა ივანიშვილმა გვიხსნა, ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეთ. აგერ ვიღაცა ზურიკო გამოჩნდა, აგერ კალაძე ვიღაცას ჩაუხტა, ორი გოლის გამტანი. საკუთარ კარებში ორი ავტოგოლის ვიღაცა წეს აიყო, არ გინახია ავტოგოლი, კი მინახია ავტოგოლი, მაგრამ ორი ერთ თამაში არ მინახია. აი თქო მსოფლიო ისტორიაში ცალკე სირცხვილის სამარცხვინო ისტორიას დაწერს, რომ ორი გოლი გაიტანოს კაცმა ავტოგოლი საკუთარ კარში ერთ თამაში. აი ესა შენი სახე და შენი გუნდის სახე, შენი ნაკრების სახე ივანიშვილი. რა გააკეთა სოკრატესმა? სოკრატესმა ბრაზილიაში მაშინ ძალიან მძიმე ვითარება იყო. ყვაობდა ფეხბურთი, ყვაოდა კლასიკოსები და ქვეყანაში იყო ავტორიტარული რეჟიმი, გენერალიტეტი მართავდა მთელ ბრაზილიას. რაკნა იცი? ფეხბურთის მოედანი გამოიყენა რევოლუციური განწყობების შესაქმნელად. ხელისუფლებას კი არ შეუძლია ტრაკში. აი ეს გააკეთა. მანდა მაინც თუ გინდა თქვენ შედარებითი მორალი, სპორტის და საზოგადოების ურთიერთობის. თქვენ რატომღაც სპორტს და ხელისუფლებას უფრო უთანაბრებთ ერთმანეთს, ვიდრე სპორტს და საზოგადოებას. ეს ეხება იმ ტალახაძესაც, იმ გენო პეტრიაშვილსაც და იმ ყველაფერს. მე ტალახაძე რო დავინახე იმაში რა ქვია პარლამენტში. სათამაშოსავით რო ექცეოდა პულს. მე შემწყვეტ ის მაგით. მე შემწყვეტ პეტრიაშვილის მაგით. აი როგორი შთაბეჭდილება მქონდა, იცი? სად მოვხვდით რო არ იციან რა. აი იმიტომ რომ იქ არც ტატამი იყო და არც შტანგა საწე. ეს არის მძიმე შემთხვევა ბატონო. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, სად აღმოჩნდება ეს ნაბიჯვარი ფალოსი. პრეზიდენტად დასმული ფეხბურთელი.
სხვათა შორის უნიჭო და არაფრის მომტანი საკუთარი ხალხისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის. და მას ეტყვია რომ ხელი უნდა მოაწეროს ვიღაცის გენერლად გახდომას ან პოლკოვნიკად გახდომას, ან მას რო ეტყვიან დაამტკიცოს რომელიმე სტრატეგიული თავდაცვის გეგმა ყაველაშვილს, ამ ყლეს რო ეტყვიან, ამ მართლა ყლეს რო ეტყვიან, ან რაიმე შესწორება შეიტანოს ამა თუ იმ ტაქტიკურ საკითხებში, როგორც მთავარსარდალ. არა, პრობლემა დაუჯდება აკიაბარბაქაძემ ჩევლად და ეტყვის სტრატეგოსი, რომ იცით, თქვენ ფეხბურთში რა თქმა უნდა ძლიერი ხართ, მაგრამ ომში ასე ამისაღებიო და ყვარყვარეში რო არის რა, გააჭერი, გაადი გოუში, რაღაცა გვირაბისა კლდი არის, გაბურხე ეს გვირაბი, მიაწოდები ლიბიას. კენიკი ითამაშება, მაგრამ ამ ხალხს ხო დიდი სტრატეგია აქვს. ამდენ თამაში. ამ ქვეყანას ხო დიდი სტრატეგია აქვს. ამდენ თამაში. ამ დროს ეგრე ზედა კოშკიდან, სადაც აღამახმად ხანს ედო თავისი ტახტი, როცა თბილისში ყავდა დაპყრობილი და ახლა ბიძინა ივანიშვილის შუშის კოშკურა წამოწიმული დაკეთდება ზარი და ეტყვიან, შეყლეო ყაველაშვილს. ეს არის საჭირო კონსტიტუციურად და გააკეთე. ახლა ბატონო ბიძინა. მე რა თუნდაც ის არ პასუხობდეს საზოგადოების და ხალხის ინტერესებს. რა პრობლემაა? ერთ-ერთი კრიტერიუმი პრინციპის დაინიშნა იქ და არაფრით მეტი. ამაზე საერთოდ კომენტარის გაკეთება ღირდა, დღეს რო ჩავხდე ეს ლაივი, მაგრამ იმისთვის პარეორმა რომ იცოდეს რა უბედურებაში არის ყაველაშვილი, თვითონაც სხვათა შორის რომ იცოდეს რა უბედურებაში ჭახო ხელი. ამიტომ ჯერ ერთი გასაგებია შევარდნაძე, გასაგებია სააკაშვილი, გასაგებია და ეს მერე მოყოლებული ტრიადა ამისი ივანიშვილის, მაგრამ არსებობს რაღაცა საკითხი, სადაც უნდა გიკარნახოს შინაგანმა გრძნობამ, რომ იქ არა ხარ რა. ეხლა მე რო დამსვათ მაგალითად აი რომელიმე ვირტუოზების მუსიკალურ ან თუნდაც ოპერაში რო დამსვათ რა. როგორ შემსრულებელი რა. მე თავს უფლებას მივცემ იქ რომელიმე არია შევასრულო. მე ხო ამას არ ვიკადრებ. მე ხო შეურცხვევი. მე ხო დავიმარხავ საკუთარ თავს. კარგი, უფრო სხვა შედარებას მოგიყვანა. აი ამ ყაველაშვილს ველაპარაკები. ვიცი მიყურე. რო შეგიშვათ ეხლა ქირურგიული ოპერაციის დროს თავარ ექიმად, თავარ ქირურგად შეყვერო, რო შეგიშვათ და სკალპელი მოგცეთ ხელში. ოპერაციას გააკეთე? ხო ვერ გააკეთე. ხო მოკლავ იმ საწოდავს, ვინც იქნება იმ საოპერაციო მაგალითად. არა თქვენ ბევრს კლავთ, თქვენი მიდგომებით ზოგადად სამედიცინო კუთხით, მაგრამ ზოგადად ამ შემთხვევაში შენზე მაქვს ლაპარაკი. ხო დაუპავ იმ ადამიანს. მე როგორც ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან პაციენტის წყალებში გადასარჩევა. მთელი ერის დაუპვა ბიჭო თავზე როგორ აი. თუ გგონია რადგან ზურაბიშვილზე უფრო მომსმენი პრეზიდენტი იქნები, რადგან მარგველაშვილზე მორჩილი და საყვარელი იქნები ბიძინასთვის. ეს იქნება ისტორიაში შენი ადგილი. ამდენი სირცხვილი ხალხო სად ვატარეთ მთელი ამ ხნის მანძილზე რა. ჩვენ გამსახურდიას მერე არ ყოლია ლეგიტიმური პრეზიდენტი, გულახდილად გეუბნები. კრიმინალი დედამოწყნული სააკაშვილი მეერჩინა საქართველოში ყოფილიყო პრეზიდენტი და ხალხში ყოფილიყო ჭეშმარიტი ოპოზიციური განცდები და ბრძოლის იჟინი, რაც მაშინ იყო, ვიდრე ეს ყლეები არიან დღეს. და ერი უფრო განეიტრალებული და იმპოტენტად ქცეული. მაშინ უფრო ქონდა სააკაშვილის დროს საზოგადოებას ბრძოლის უნარი, ვიდრე დღესაა ხალხო. დღეს უკვე აი ხალხმა დაკარგა
გიხვალ იმდენით გაკეთდეს. თორ სააკაშვილის დედასაც არ შევეცი იქ სადაც ის. მივცემ თავს ამის უფლებას რა. დინების უფლებას მივცემ, იმიტომ რომ ქვეყანაში პრეზიდენტი დანიშნეს, რომელიც პირდაპირ პარლამენტის ხდომაზე აგინებს დედის მუტეს. ვისაც უნდა. მეს ვისარგებლებ რა, შემთხვევით. გაოცებული. ვერ უმალავ განკვირვებას. სათამდე დავიცი. იცით რა, მაგალითად მე მქონდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მათხოვრული სისტემა კოჭი გამსახურდიას უპირებდა პრეზიდენტის პოსტზე დანიშნას. კოჭის და ამითი რა თქმა უნდა ეს იქნებოდა დამცირება ზვიად გამსახურდიასთვის, იმიტომ რომ არც მაგი და არც მისი შვილი რო ყავს გიორგი, ისე გვანან გამსახურდიას როგორც ტურაძაღს, მაგრამ აი ივანიშვილი ამაზეც კი ვერ წავიდა. პირდაპირ დასვა იქ ტიპი, რომელთანაც არასოდეს პრობლემები არ იყო. არასოდეს. აი ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, მან იცოდა ადრე თუ გვიან მის პატრონებთან ექნებოდა კონფლიქტი. და როგორ კონფლიქტში შევიდა, ხო უყურე. აი ამასთან კონფლიქტი არ ექნება და ახლა ყველაფერი გასწორდება და ახლა ყველაფერი კარგია. ივანიშვილი არის ბრუტალურად დასასჯელი ლინჩის წესით გასასამართლებელი. ლინჩის წესი არანაირი გარანტია ამას არ უნდა მიეცეს. როგორც ჩაუშესკუს მოექცა საკუთარი ერი, ხო გახსოვთ როგორ დედამ მოუტყნეს იქ რა. აი ასე უნდა დაამთავროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა თავისი 6 მესეული ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, რომ მერე ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაითავისოს, თუ რა შეიძლება მოყვეს იმას, ვინც რაც ამ ფსევდო ექვთიმემ შეტენა ამ ქართველს აწოდაო ქართველებს. ეს გასაწოდავებულ, გამათხოვრებულ, საკუთარი სამშობლოდან გაყრილ ხალხს. მე არ ვეძებ არავის მიმართ რაღაცა იმას რა ქვია, რომ აქეთა სრულიად თავისუფალი ადამიანია. ჩემ შეფასებებში. ყაველაშვილი ჯერ შეხედეთ რა პრეზიდენტის არჩევის უფლებაც კი წაართვეს ქართულ ხალხს, უმაღლესი მთავარ სარდალს. ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნებში ლამის პროკურორს ირჩევენ ამის დედამ. პრეზიდენტის ბიჭო. მაშინ რა, დემოკრატიული ქვეყანა რა ამერიკა, მედი დანიშნონ პრეზიდენტი, მისი დედაც მოვყავი სენატიდან. რატო ვაკეთდება ასე? აი იქ რაღაცა სხვა მოწყობის სამართალია. აბა ყველაფერს ამერიკას რო ბაძავთ, მაშინ ეგერ რუსეთს რო ბაძავთ, რატო ირჩევენ რუსეთის პრეზიდენტს? როგორც ირჩევენ ალა ერთად ხდება. ხალხი რატო ირჩევს? ჩვენთან რა ასე განვითარებული ვართ უკვე, ესე ნდობის ფაქტორი დიდია პარლამენტის მიმართ. იაგო ხუჩიამ რო ამირჩიოს პრეზიდენტი და ემა რა ქვია, ლაშა ტალახაძე? გადაფურთხება მინდა გულზე, თავ შევიკავ. ამაში თავ შევიკავ. სრულიად ნოლზეზის სახელმწიფო ისეთი გაგებით, რომელსაც შეიძლება რქმეოდა რაღაცა პერსპექტივაში მაინც შეიძლება განგვიხედა რომ რაღაცა მოხდება რა უკეთეს. ამ ქვეყნიდან გაიქცევა ყველა. ამ ქვეყანას მიატოვებს ყველა, ვისაც რაღაცის თავია. ეს ქვეყანა გახდება ისეთი პენსიონერების, რომლებსაც პატრონი არ ეყოლებათ, სამარის კარამდე მიაწია. ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ მე ამ შემთხვევაში და ჩემ ემიგრაციაზე. მე სხვა უნიკალური შემთხვევა ქოცების
სიდედა მოწყობის. რას გიზამს? სახელმწიფოებრიობანას თამაში. როგორი სიტყვა არის? სახელმწიფოებრიობა. რთული წინადადება ანდეთანხმებით, მაგრამ უფრო მარტივად შეასრულებს ამას იაგო ხოჩია. და ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ვარსკვლავები გახსნილია. თქვენ ვიღაცები არ გეგონოთ ეგენი ჯერ ცაში ღმერთს არისხებდნენ და მერე ქვევით ჩამოვიდნენ საქართველოს მომავლის შესაქმნელად. ჩემპიონები არიან ესე. დამსახურებული ხალხი. და ის რომ დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა უნდა, მნიშვნელობა არა, თავარია ძალა გქონდეს. ჭკუ არ არის საკმარისი და საჭირო. თუნდაც საკმარისი არ იყოს. მე არ ვიცი ახლა ვის როგორანაირად, მაგრამ რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ ყველაფერზე ამ პარლამენტზე ზოგადად, რომელიც ერთი პარტიის პარლამენტია. არც საპატრიარქო არ მივიდა გვერდზე დგას ისინი დურბინით უყურებენ პროცესებს. გამიჯნულია, ვითომ სხვა ქვეყნის პარლამენტია, ვითომ სხვა ქვეყანაში ხდება ეს ყველა. აბა იქ ეს თამაში ყოფილიყო ოპოზიციის ხელისუფლებიანი იგი მივიდოდა დალოცავდა. ისე არ დალოცეს. მაგელის ლოცვით წვითავს უფალი ვის უნდა კონდეს წარმატება ამ ქვეყანაში ზუსტად. ვაი თქვენს პატრონს გამოყლეველი. როგორ მეცოდება ხალხი, უბრალოდ ხალხი ვინც ბაზრებზე, მარშრუტკებში, ხარაჩოებზე, ყოველდღიურ პურის ლუკმებზე დგანან, როგორც მებრძოლები. როგორ მეცოდება ეს ხალხი. გუნდკია ეს ხალხი. ქართველებს პრეზიდენტის არჩევის უფლება არა. ქართველებს მხოლოდ და მხოლოდ აქვს იმის უფლება ამოირჩიოს ბიძინა. ბიძინა დიდი ძმა. აი ეს არის ჩემო კარგებო, ეს არის. წარედიალობა ჩვენი ყოფის. ჩვენი უმძიმესი ყოფის. რომელსაც ჩვენ ვერ დავაღწიეთ თავი, ჩვენ ვართ ტყვე, ჩვენი სოდვების კაცო. ნუ დააბრალებს ნურავის ნურაფელს. გვინდოდა და მივიღეთ მისი დედაობა. ერთხელ მაინც გვეყოს იმის გამბედაობა, რომ ვაღიაროთ რა, რასაც ვიმსახურებთ, რომ იმას ვიღებთ. რაღაცა მე არ მქონდა იმის განცდა, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, იმიტომ რომ მე სიღრმისეულად ვიცნობ შიდა გულს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. და მე ვიცი, რომ კალაძე, ივანიშვილი, იქ გომელაური და კიდე ეს ნაბიჯები ესენი რომ უკეთესიც არ წარმოშვებენ რა. მაგრამ ყაველაშვილი კაცო მე თქვენ წარმოგიდგენიათ მე იმაზე კარგი წარმოდგენა მქონდა ქართულ ოცნებაზე ვიდრე ეგენი სინამდვილეში არიან. კარგი წარმოდგენა ხო მე როგორი წარმოდგენა უნდა მქონდეს? დედის მუტას ვაგებია 24 საათი. ესე იგი როგორი კაცი მოიყვანეს იცი პრეზიდენტად? აი ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ რა. სანამ ბიძინა დაურეკავდა და დაავალებდა იმაზე დედის გინებას მანამდე უკვე ფეხზე იყო, მანამდე უკვე როლში იყო და მანამდე უკვე დედის უმტვერს იგინებდა. აბა ბიძინას ხომ არ დავასწარი აზროვნება, რომ ითხრას, რომ უკვე ნაგინები მაქვს მაგაზე დედის ტრაკი. ეს კაცი არის დღეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ან მალე გახდება რა მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილება მიღებულია ხალხი რაშვაშია გვერდზე. გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა. არ ვიცი, საპატრიარქოში ერთი მინდა გკითხოთ მაგ თქვენ სატანებო. არის ორი კატეგორია რა. ადამიანების, რომლებსაც წამთ. რომ ადამიანი მაიმუნიდან წარმოიშვა. არის ადამიანები, რომლებსაც ჯერათ, რომ ისინი აი
ბიბლიური თქმულების მიხედვით გაჩნდნენ თიხი. მე მინდა რომ ვირწმუნო ადამიანში ღმერთის. მაგრამ მე რო უყურებ ყაველაშვილს, მე რო გიყურებთ თქვენ, მე მჯერა რომ ადამიანში უფრო მეტი მაიმუნია ვიდრე ღმერთი. ულახდილად გეუბნებით ამას. არ ვეჭარი. ეს არაა შეურაცხყოფა. ეს არის ყველაფერზე საკუთარი სახელის დარგა. და მე გარკავ თქვენ ამ სახელს. რა ვქნა? სიმართლე. ძალიან მძიმე სიმართლე. არსად არ ჩანხარ და მე აფარებული გაქვთ კონკორდატი. ჩვენ უფლება არ აგვაქვს. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. შეიტანეთ ტრაქში კონკორდატი. შეიტანეთ. იმჯერა რომ როდესაც ეს უციგნური ფალოსი იქნება ინაგურირებული, ანუ დასრულდება მისი კურთხევა, პრეზიდენტად პირველი მოვა საპარტრიარქოს წაიკურსება და ფარზე აკურსება. თუ ისილია მეორე არ იქნება ცოცხალი, ვინც იქნება მის მაგივრად იმას გემთხვევათ ფალოსი. მაგი მოსული ასე ხდება. იმიტომ რომ სხვანაირად აბა როგორ კაცო სარწმუნოება და სახელმწიფო ხო ერთი უნდა იყოს ხალხის წინააღმდეგ. ეს გააკეთეთ თქვენ, აი სახართ თქვენ. თქვენ. ზუსტად თქვენ, არა სხვა. და ესეთი ხალხი, ეს ნაძირლები, კიტოვანზე ხელის გადახვეულები, ქართველი ერის გენოციდის დამტრიალებლები, უბედურები და მოღალატეები ხელს უწყობთ სულ გამსახურდიას დევნას და მერე მკვლელობა განახორციელებთ საპატრიარქო ნაბიჯს. დღეს სუბსიდიაზე ზიხართ, რა მუდმივ სუბსიდიაზე 25 მილიონი ამყოფ. და გაქნოს ატყვა. მეგიამბოდი ამათ რა. კაცი უნდა კაცი, მოსანახია კაცი თუ რა თქვენ აღმაშენებელი რომ მიკეთებდათ სარზე. ძელზე გასმას უძახობდნენ. ტრაქში შეთხრიდა უზარმაზარ სარს და პირში რო აუვიდოდა ეს პროქტოლოგიურ ხურაის გადიოდა. სარი. წამოწევდა რა თავარ მოედანზე და კალაძეს რო გათხრიდა ტრაქში და წამოწევდა ზევით, რო უყურებდა მე გამოყენებული ესნაირი და არ უნდა. ამ ესნაირის გაკეთება რაც მის ბედს დაუკავშირებდა იმ სარზე გასულ კალაძეს პირობითად რომ ნაცმოძრაობას დაამარცხა. ესე რომელი ნაცმოძრაობა წადი დედამა უთხრეს ქვეყანას ნაცმოძრაობას გადაასწრეს აბსოლუტურად ყველა სისასტიკით, ვინც ისე კაცი არ მოეპოვებათ იმაში პარლამენტში, ორ მართლა რომელსაც ნაცმოძრაობის სკოლა არ არის დამთავრებული. ერთი ორ სახა აიყვანს გაველაშვილი ამ ის და всё რჩეველი მარჯვენა მარცხენა ფეხის მომხანი მარჯვენა ფეხის მომხანი თვალეთში რო გავა ტრაქში ქაღალდის გამომსვები ასეთი შტატებია და ასეთი შტატებით ანადგურებენ ქვეყანას პრეზიდენტის ბიუჯეტი იქ დივანი მარჯვენი ფელდეგერი მარცხენა ფელდეგერი ტელეფონისტი პირველი, მეორე ტელეფონისტი, მძღოლი პირველი, მძღოლი მეორე, დაბრუნილი მანქანა 5. კიდე წუწუნები მეზენი პენსია არა ვარ, ეს პენსია საერთოდ არ უნდა იყოს საქართველოს პენსია. რატო უნდა იყოს პენსია? არ მოგწონს სამართლიანობა, პენსიონერს 200 ლარი აქვს პენსია და აგერ ნაშრომ მაწვავე პენსიონერს პარლამენტარს 8000 ლარი აქვს პენსია და უბედურ მაწვალებ ნაშრომ პენსიონერს 200 ლარი არ მოგწონთ არ დაიმსახურეთ ეს? როგორ არ დაიმსახურეთ? თქვენ დაიმსახურეთ. ეს ვიღაცა ნიშნის
მოგებით ლაპარაკი, ის მოგებით კი არ ლაპარაკი. სიმართლეს გელაპარაკები. წარე სიმართლეს გელაპარაკები, რომლის გრძნობა შენ არ გინდა, რომლის დანახვა შენ არ გინდა. ეს რომ გინდოდეს, რომ ესეთი რაღაცები ასე არ ხდებოდეს, მაშინ გექნებოდა ამასთან მიმართებაში ძალიან სხვანაირი არის. ძალიან შეკრული საზოგადოება იქნებოდა. არ ქონდა ქართველებს ერთმანეთში ისა დაგება, სიყვარული და ემპათია. აბა ამ ხელა საბჭოთა კავშირს მოდაუდეთით და გავუკარით, ბიჭი და გამოვედით, იმ მდგომარე როგორ გამოვედით. ხალხი თუ არ გამოდიოდა, ფეხზე თუ არ იდა ხალხი და როგორ ქონდა და იმაზე მეტი ქონდა, ვიდრე სხვას ოდესმე ქონია. ამან მოგვიტანა ჩვენ აქამდე ვიღაცას ღაფებს მომოყვება, რომ ქართველმა არ იცის. იმის კეთება, რასაც შედეგი მოა. არ უნდა დღეს ქართულს მაგის კეთება. დღეს უნდა ქართულს ის, რასაც იღებს. აქ რაღაცა ეშლება. საკუთარ ქვეყანაში უკვე უმცირესობაშია დარჩენილი. და როცა მოუნდება იმის კეთება, რაც მისთვის იქნება სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, არა ნუ აღმოაჩენს, რომ ამის ძალა აღარ იქნება. ყაველაშვილი. რა გათენდა ის დღე, ახლა თქვენ წარმოგიდგენია ყაველაშვილის ცხოვრება, გათენდა დღე და პრეზიდენტი ხარ. არა და ისი რომ მთელი ცხოვრება ყლე ხარ. არა უცებ პრეზიდენტი ხარ. და ხალხის რჩეული წყალებში. ხალხის ხმის გარეშე პრეზიდენტი. აი რა თქონია, უცებ სინაიეს nada. Тебе не надо думать, за тебя думают. Кому-то кваца, შენ ფიქრი არ გინდა, შენ მაგივრად. მაგას ფიქრი არ უნდა. ის მაგივრად იფიქრე. აი, ხომარ გეცნობა, მართვის სტილი. ხომარ გეცნობათ ფორმა და ხომარ გეცნობათ მეთოდი საიდან მოდის ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენთან როგორ არის, იცი? უფრო მძიმედ. ვიდრე შეიძლება სადმე იქ იყოს, ჩვენ ყველაფერში ვართ წინ სწრები საზოგადოების ნაწილი. აი როგორი საზოგადოების, იცი? ჩვენ პაბზე მეტი კათოლიკები ვართ, კაცო. ამიტომ თუ სადმე არის პროჭი და ჩვენ ვწვნის პროჭობაში, პატარა ხანში ის პროჭი აღმოაჩენს, რომ მასზე დიდი პროჭი გამოზარდა. ეს არის. შენ შეიძლება არ მოგწონს სიმართლე, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ რასაც მე ვამბობ ტყუილი. რა უყურებ? კოცებს ხო? თანდათან ადამიანში მაიმუნის უფრო მჯერა ვიდრე ღმერთის რა. ყოველ შემთხვევაში ქართული მიმართულებით ასე არის რა. თუ ასე გაგრძელდა. არ ვიცი. აი რამოდენიმე შეკითხვას დავსვამ თქვენს მიმართულებით. კარგი. მოიყვანეთ ეს პრეზიდენტად. მოიყვანეთ რა, ნუ კითხვას აღარ მაპირებ კითხვის დასასრულს მომიტევეთ რა. უბრალოდ მინდოდა მეთქვა ჩემი ანალიზი რა იქნება რა პატარა ხანში. პატარა ხანში მოხდება ის, რომ ეს 86 კოს რაც არიან იმ ერთპარტიულ ბუნაკში შეყრილები და თავმოყრალამეც უძახიან დაიწყებენ სხვა თამაშს. საქართველოს კონფედერაციის ფორმით გადაკეთების პროცესი და ნუ ახლა ყაველაშვილი იწვევს აბარაოაც რომ მე უნდა გავხდეო პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გაერთიანებს და იქიდან რუსეთიდან უკვე ყველა ჩაწეულია და საბოლოო ჯამში კიდევ ერთი დაქუცმასება ჩვენი ერის ისე რომ პატარა ხანში რო დაჭირდეს გულები იტყვიან კაცო ჩვენ გულები ვართო და ამ კონფედერაციიდან გასვლა გვინდა. მეგრელები იტყვიან იყავთ
თავიანთი დაბოზრები, ჩანერგილები ზოგადად. აი ეს არის, მე კი არ ვამბობ ამას რა, რომელიმე კუთხით. კახეთიც ფედერაციის ფორმა, როდესაც მზადდება ეს მოდელი სახელმწიფოებრივი მართვის, მაშინ დღესაც რაღაცა რომ ამ კონფედერაციაში ყოფნა ვისაც არ უნდა, იმას შეუძლია გავიდეს რა. ამიტომ ეტყვიან, ხა კახეთი არ გინდა ამ საქართველოს კონფედერაციაში თვითონ კონსორციუმია რა. წადი მე გვერდზეც გამოაცხადეს სახელმწიფო აქეთ სამეგრელოში ააყვირებენ ერთ ნაბოზას, იქეთ ააყვირებენ, აქეთ ააყვირებენ. საბოლოო ჯამში ეს ეგრეთ წოდებული გამოუკიდებელი ნაწილები აფხაზებად და ოსებად რომ მოიხსენიებენ საკუთრებას. იტყვიან ჩვენ რა გვინდა თქვენ შიგნით ჩვენ აგინდა ჩვენთან თქვენ შიგნით მქონდა უზარმაზარი პრობლემა კონფედერაციის სახით გამოვლინდა ეს ყველაფერი. აი რა იქნება. ეს მისტერიული გაერთიანება ჩვენი აღმოჩნდება დიდი ტუალეტი, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივ დონეზე გარდაქმნილ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებს აქ ვადა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება მისმა შემქმნელებმა იცხოვონ და იცოცხლონ. აი რატო არის საჭირო ეს თაყვლე პრეზიდენტად. კაცი რომელიც არასოდეს იკითხავს, არასოდეს დასვამს შეკითხვას ეს რატოა ასე. ახლა ვიხდით რა არის მთავარი ამოცანა ამ ყველაფრის. აი ესე მოხდება ეს ყველაფერი. აი თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. თუ პატარა ხანში აი ამ მუწიგნურმა ბიჭმა მუწიგნურმა არა გაუნახლებია. აი ესეთი თამაშებით არ მოუტანოს ქვეყანას გაერთიანება და დამოუკიდებლობა და ვიტყვით ადრე მევეღვანა პრეზიდენტად ეს ფეხბურთელი მე რა რო ყლიას ამაგერ პატრიოტიაო და პაშსაც დაუკრავთ პატარა ხანში. გვექნება წარმატებული ქვეყანა, აშენებული ქვეყანა და იესალმელი თამაშა. ამ დროს ჩვენ რიგითმა ადამიანებმა არ ვიცით, რომ იქეთ ძლიერი სახელმწიფოები რო არიან ჩრდილოეთში, მაგვარისით. იმათი ანალიტიკური ბიუროები 100 წლით, 50 წლით თვლიან გეოპოლიტიკურ პროცესებს. არც ერთი ომი, არც ერთი დაყოფა, არც ერთი რაღაცნაირი გეოპოლიტიკური ცვლილება ჩვენ რო გონია შემთხვევით. ამ დროს სულაც არ არის შემთხვევით. ეს არის პროგრამის ნაწილი. რომელსაც იმ დროის, იმ სივრცეში ერგო განხორციელება გეგმიური სიკვდილის მიხედვით რა. მეგობარო. აგერა რამოდენიმე უსახელო და არველაზე არველაზე, ანზორი არველაზე შემოვიდა. ანზორი არველაძეს არ მოწონს, რომ მე ვლაპარაკობ ფეხბურთებზე, ეს ვიღაცა იმ გაფუჭებული თესლის ემბრიონის ნათესავი იქნება. შოთაი არჩილ. ის თინახი და შენს რო საშოს გალოვკას უწუწნიდა რა. შოთაი არჩილ. ის ახალ პარტიაში რო უნდა და თვითია იზე. ხან პოლიტიკაში რო უნდა და ხან აი ეს მარინა ბერიძის შვილი ის. ყველასთვის ცნობილი მარინიკო ბერიძის აი მისი ახლობელი ანზორ არველაც გამოიქანე ანზორ. თვითდაპირგეთ პრეზიდენტი ყავს ისეთი რომელიც უკვე დღეს აგინებს რა, ასე მტკნისობა. ყველა გეტყვი შენ დედაც მოტყვა ანზორ თუ არ მოგწონს შენი სიმართლე რა. წადი და გაულობ ეგ შენ პრეზიდენტს ერთი ირკა. ხოლმე ისი ახლა შენ შეკითხვას როგორ უპასუხობ წესიერად მე ავანტყოფი ვარ თუ არ ავანტყოფი, მთელი ხელისუფლება სტიქიურ ქრონიკულ ავანტყოფობაში ყავს და შენ აგერ თურმე სიმართლის თქმას არ აპატიებ ხოლმე. ამიტომ ნარატივში კი ხარ, შენ კი არა ბარეო. არა უშავს, მე როგორმე ავიტან ამას.
არ მოწონს ხალხს წერენ კომენტარებს ყაველაშვილი არ მოწონს ხალხს ამიტომ რას იზამ ხა შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონს ბიზნა გეტყვით მაგრამ მე რა გამართლებს აგრახანი მოიცადე იცმინეთ და გამართლებს ამ ხედავთ თავი რო იქნება შევათავ სამინისტროში ისეთ რეფორმებს გააკეთებს ეს ისედაც აკლდა სამინისტროს ანზუება და კონდა ეკავრონას ნაპირები რა ვიცი აქ ვინმე ნაბიჯვარი ქვეყნის მოღალატე და მტერი იყო არ დააკლა ექსპერიმენტები ზოგი ამ პოზაში გახადა გენერალი ზოგი იმ პოზაში გახადა გენერალი წაგებულ ქვეყანას იმდენი გენერალი ყავს ხალხო თქვენ მაგი სიარს რო ჩახედოთ ამ ქვეყანაში ამდენი გენერალი გახდა ნუ ნაპოლეონის არმია შეშვებოდა ამდენი გენერალი ოროდინოს ომის დროს თუნდაც ვატაყო სამაგიეროდ საქმე არის მაგრამ სექსიც ძალიან წარმატებული არსენალი გვაქვს გენერალების ბიზნეს უნოკავს პირდაპირ ტრაქში გენერალი გახდა კაცი იცით გენერალი გახდა კაცი რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლობელი იყო აი იმიტომ გახადეს გენერალი ბიძინა ივანიშვილისთვის ეს სიამოვნებაა არის ესეთი გენერლები თაბლოთში მაგრამ ეხლა რომ მივა ყაველაშვილი როგორც მთავარსარდალი ის რადიკალურად შეცვლის მიდგომებს და ამ დროს დაიწყება ჩვენი ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობა და ჩვენ თუ მშვიდობიანი და პოლიტიკური ნაბიჯებით არა სამხედრო ძალით დაიბრუნებს ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს თვითონ იქნება მთავარსარდალი. უკვე წარმომიდგენია როგორი მთავარსარდალი იქნება ეს ბლაგვი სახე. როგორ შეტევებს განახორციელებს და როგორ ამხედრდება ის და წების გულში. აიხსენებს თავის ძველ საბრძოლო გამოცდილებებს მაშინ როდესაც ხალხი დადიოდა დუბაიდან დუბაიში და თვითონ ხომობდა ამ ქვეყნისთვის საქმე აკეთებდა ჩინური დაუდგება კობაიაკობანაზე გვერდზე და ტრაქს გადააფარებს თუ ვინმე შეაფურთხებს რომ შემთხვევით კობალაძის ტრაქს მოხვდეს ნაფურთხი და არა ყაველაშვილის სახის. ნახეთ ის ქვეყანაში მაგრამ იქეთ ო იყოს ეს სარკაზმი ჩემი აგერ უკუცესმა კოცმა ამ ერთუჯრედიან პარლამენტში სხდომა რო გახსნა ლადუკახაძემ პირველი რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილს იამბორა ხელზე ნუ რა უნდა გიკვირდეთ ზოგადად სოფლიოს ცნობილი ან ქალებს კოცნიან ხელზე ან მონარქებს კოცნიან ხელზე ან კოცნიან ხელზე ბანდის მეთაურებს რომელი მონარქი ეს არ ამყავს ფეოდალობა შეიძლება იბრალებსა ივანიშვილები საქართველოში არასდროს არ იყვნენ არც მონარქიულ არც საბატონო არც ფეოდალურ ესეა ისტორია ვარგა გადაკეთებული არაქართული წარმოშობის ორგანოარი ყველა მიცის ეს აი ყობა კიდევ ნიშნული შეფათასლია ხელზე ამ არ უნდა და ბატონ ლადოს ხელზე ამბორი ტრაკზე უნდა და რო ეკოცნა მაგრამ ტრაკს ასდა ლოყა და მოხვდა შემთხვევით ხელზე და განხნევეთ ეს მოხუცი მხცოვანი პროქტოლოგი და აკოცეთ სიღრმისეულად იმ სურათს სადაც ესეთ თაყვანისცემას უყურებთ იმიტომ ერში ეს თუ არ იქნა ფასდადებული ესეთი აქციები ჩვენ ვერ წავდით აკივი ცოტა ერთმანეთის გრძნობებს მე რა რომ პოლიტიკოსი ეს ხალხი საფურმე არც ბიზინა არ მოსწონს თუ არ მოგწონს ბიზინა მაშინ ადაკიდა ჩამოაგდე ის ალდებულებაც აქ მაგის აზიზამ ყველა იყიდა ბიზინა
ბიზნეს აქვს ერთი საუკეთესო ნიჭი, ეს არის ას არენანება, იმაში რომ ძალაუფლება იყოს. მართლა არენანება, ოღონდ იცით რა არის არენანება და კარგად აქვს შესწავლილი ეს ფსიქოლოგია და ვეფხისტყაოს წყალსანში როა უფსა მორჩილებს ყოველი იგიცა ვინო რგული. აი ამ ფილოსოფიით დგას მისი ძალაუფლება. თუმცა დასასრულს შეიძლება ისეთი მოვლენა უღებდეს მის ყოფას არს და ბოლოს ამის წარმოქმნა და არც უნდა კონდეს, იმიტომ რომ უცნაური კაცის ხვედრი ეს არის საბოლოო ჯამში. თუმცა თავიდან ბოლომდე შექმნილი დანიშნული მილიარდელია ის მეტი არავინ არ არის, მას ეს ფული თვითონ არასოდეს არ უშევია. იმას მისცეს ეს თანხები და უთხრეს შენ ხარ ეს მილიარდელი და განკარგავ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ბოლომდე დაკონტროლებ და ხვალდაზე 100 აკეთებს ამას ანალიტიკური დეპარტამენტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, რომლებიც 50-100 წლით ამ შემთხვევაში შეიძლება 20-25 წლით მოვლენებს თulis რა. არ უნდა გიკვირდით, შემოკარგეთ. ასე ხდება, ასე ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ეს ძალიან ბუნებრივი შემთხვევა არის და ამ ყველაფერს მიიღებთ მაინც ესე ტრაგედიად. ძიმეა სათქმელად ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ჩვენი ყოფა, ჩვენი რეალობა, ჩვენ შეგვეუბნები ვართ ამ ობედნებას. მივიღეთ, მოვხარშეთ ეს კაშა. ეხლა ვჭამოთ ეს კაშა. საქართველოს ჭაობი. პატარა ხანში კიდევ უფრო დიდი ჭაობი იქნება და აი თუ ვინმეს არ ეზარება ამ კონცერტების ყურება დადგეს და უყუროს. აბა ვიღაცა რაღაცას იტყვის ჩემ სუვერენიტეტში ერევი, ჩემ სუვერენიტეტში როგორ კაცო გარეძალების მიერ თვითონ არიყვნენ გარეძალების მსახურები. და გარეძალებმა როდესაც საქართველოში დასაყრდენი ვერ პოვა ისეთი ფორმით როგორც ესენი არიან, სამსახურდიას რეჟიმს ესროლა ავტომატი. ეს იყო გლობალური შეთანხმებული გადაწყვეტილება პრეზიდენტ გამსახურდიას ლიკვიდაციის. უჩის და მე ლიკვიდაციის. ეს მათ ესენი არ სჭირდებათ ესეთი ფორმის მოვლენების განვითარება, იმიტომ რომ აქეთაც და იქეთაც ყველა ძალა მართულია გარედან და მას პრობლემა არ აქვს სცენარი ასე თუ ისე გადაწერა. ეს არის რეალობა. ყაველაშვილი პრეზიდენტი. კიდევ ერთი ბნელი სისხლი. ახლა მოგწონს თუ არ მოგწონს ამ უბედურების დანახვა უნდა შეძლება რეალობაში როცა. არის სარკაზმი ჩემი მხრიდან, მაგრამ ამ სარკაზმს სად გამართლება ამას ყველაფერს ჩანსახი ზევით ვერ შეხედავ რა. ცოტა ირონია თუ არ გაურიე, გული შეიძლება გამისკდეს. ამდენი სიყალბე ქვეყანაში გარიბაშვილს ერთ ზარში ხდიდა აკადემიკოსის ნაბიჯვარი ყოში. კი კაცია. მეცნიერების ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ვინცევოზიტი იბალალაი ევანიჭებთ აკადემიკოსს ცოტა რა პრობლემა არის. შალვან მიცუბიძის, კორნელი კეკელიძის ამის ქვეყანაში რა ქვია. ჯავახიშვილის ქვეყანაში ხარიბაშვილი იქნებოდა აკადემიკოსი. პრობლემა არ არის. ნაშრომის, დაცვის, სამეცნიერო პოტენციალის გარეშე მეცნიერი ხდება. რა პრობლემაა? ექიმობა გინდა გაგხდია. ხატრობა გინდა დაგაბრალებენ. მუსიკოსობა გინდა? რა პრობლემაა? ესეთი რაღაცა მარტო შეიძლება საქართველოში შეიძლება მოხდეს, იყო მხატვარი და იყო თან პუჩის ხელმძღვანელი, როგორც კიტოვანი. მხატვრად არასდროს არ ყოფილა, გადამტრიალებლად კი გამოდგა. აბა
ქვეყნად სამართალი რო იყოს და ადამიანში ღმერთის რო ვიწამო მეტად ვიდრე მაიმუნის გამსახურდია უნდა მომკვდარიყო ტყვით და კიტოვანი თავისი ბუნებრივი სიკვდილით მე თუ მაპატიე რა შესახებს ვგმობ უბრალოდ უცნაური სამართლიანობის მიკუს ადამიანებს რო გვაქვს და მიწაზე რა იმ უცნაური სამართლიანობის რომელსაც არანაირი შეხება არც უფლის სამართალთან და არც კაცის მიერ ფურცელზე დაწერილ კანონთან არ აქვს სულ უნდა კაც რო იყოს კანონის სამართლიანი მაგრამ რატომღაც სულ მორუსიზისნაირი სამართლიანობით მიგდის ყველაფერი იმიტომ რომ ვინც წერს იმ კანონს ისე ცვლის მე როგორც უნდა და ვიღებთ იმას ეს არის და ესაც მე ბევრი რამეზე შეიძლება გამაჩნდეს ჩემი შეხედულები ჩემი აზრები ამ ყაყერიალობას აი ესეთი პროტესტის გარდა რითი უპასუხო გიორგი მწერს აგერ შენ ხო არ გინდაო პრეზიდენტი ბატონო გიორგი ღმერთმა დამიფაროს თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს გაკეთებულ განცხადებას რომ თუნდაც მე პარლამენტში ყოფნა მქონოდა სურვილი ღმერთმა დამიფაროს არასოდეს მე არ მქონია იმის სურვილი მომხდარიყავი იქ სადაც ნაძირლების ქვედანაყოფი ასე უსინდისოდ ფატრავდა შემღარიბ ხალხს მე 5 ჯერ გამოვედი სიტყვით იმ პარლამენტში და მე იქ კარი დამიხურეს არ მიშვებდნენ იმიტომ რომ შეეშინდათ თუმცა გარიდან უფრო კარგად ვლაპარაკობდი ვიდრე შიგნიდან შეიძლება მაგათთვის რამე მიმეფრთხებია რატო ვლაპარაკობდი იმიტომ რომ იქ მიკროფონს მირთავდნენ და გარიდან კიდე საუბარი უფრო თავისუფლად შემიძლია ასე რომ ამბიციები არ მაწუხებდა ერთადერთი რაც მინდოდა ჩემო კარგო არ დაგიმალავ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე მინდოდა პირდაპირ გეტყვის უყლეზე მკიდია კაცო ვინც გინდა ის იყოს პრეზიდენტი ვინც გინდა ის იყოს მთავრობაში თუმე ძლიერი ვარ გარიდან თუმე შემიძლია იმას ვაკეთებიო ის რაცა ეროვნული ინტერესი და ხალხის ინტერესი სულ არ მკიდია მე იმ პრეზიდენტს რა ერქვა ყაველაშვილი თუ ივანიშვილი ვარა ვარ taket ძლიერები ეს არის უბედურება აგერ შეხედე უიო რა ჭორიკანა ხარო ეს არველაძე მეუნება ეს გამძლელი მოწყობილი მე ყოფილი ვარ ჭორიკა სიმართლის თქმა ყოფილა ჭორიკა მაშინ თუ სიმართლე ჭორია მაშინ სიმართლის რა ყველაფერი შექსპირის 66 სონეტივით როგორ მიდის რა შექსპირის ქვეყანას კი ეშველა ინგლისია იქ მაგრამ ოსტაველის ქვეყანა რატო ვიზირებით სულთა ჭაობში და სულთა ქვეყანაში რატო გადავიქეცით ესე არის მადლობ ქალბატონო ნინო თქვენი კომენტარისთვის თქვენი პოზიტიური შეფასებისთვის წავიკითხე ახლა ქალბატონს მოსწონს ჩემი გამოსვლები შეგიძლიათ უყუროთ შეგიძლიათ ვისაც გაქვთ ჭეშმარიტების აღქმის უნარი გამოიწეროთ ეს არხი ჩემი არ ვიქნებით წინააღმდეგი ალტერნატიულ ინფორმაციას და ჩემს გრძნობებს გადმოცემათ და რა ვიცი თქვენი გრძნობების თანახმა ასია ყველაზე დიდი სიმართლე მაინც კაცობრიობას და ადამიანებს რაც მონაპოვრად ყოდიათ ესა მართალი სიტყვა და მე ვფიქრობ რომ მე ვაძლიერებ სიმართლეს ჩემი მართალი სიტყვით თქვენს გააძლიერეთ ჩემი სიმართლე თქვენ გამოიწერეთ ეს არხი და ვიყოთ ერთად ანამდე ყაველაშვილს ჩვენი პროტესტი აქედან დაუკვირს